გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიდი ხანი არ მინახავს ჩერგოლეიშვილის თანამენცხედრე გიგა ბოკერია. ეტყობა იქ, სადაც მე დავდივარ, ის არ დადის და პირიქით. ხშირად მიფიქრია ამ საინტერესო დუეტში ვის მიყავს სტოსი, აქტიურ თამარს თუ პასიურ გიგას. რადგანაც მგონია რომ გიგა დიდი ხნის წინ წავიდოდა დამსახურებულ ჭრილში, მაგრამ ჰიპერაქტიური თამარი მას ამის ფუფუნებას არ აძლევს და ალბათ როდესაც გიგა ნასადილებს წამოწვება ხოლმე ატამანკაზე, რათა თვალები მილულოს, თამარი მასთან მივარდება და შეანჯღლევს ყვირილით ადე გიგა კმარა ძილი და გიგასაც უწევს ადგომა, დროშების კერვა და ალმების გაფერადება. ასე მგონია მე, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში ალახმა უწყის. მოკლედ დიდი ხანი არ მინახავს მეთქი გიგა ბოკერია, მაგრამ ძაღლი ახსენეო, როგორც ეს კინოლოგების კოდექსში წერია. პალტრა ნიუსის გადაცემა თავისუფალ სტუდიაში ვიხილე წამასკუპული გიგა ბოკერია. გამოიკვირდა თამარი მას გვერდს რომ არ უმშვენებდა, მაგრამ არაა გამორიცხული რომ თამარი კულისებიდან ყურადღებით აკვირდებოდა პროცესს, თან ისე რომ გიგა მას ხედავდეს და თამარის სახის გამომეტყველების მიხედვით პასუხობდეს წამყვანის კითხვებს. ხო და ბოკერიმ მძავნა რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია და პრობლემის გადაჭრა უნდა რეპრესიებით, ძალით ლეგიტიმაცია არის დიქტატურა. რეჟიმს როგორც ისინი ეძახიან დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაციაო. რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია, ეს მაინც ვერ გავიგე. ალბათ ლეგიტიმაცია იმიტომ არ აქვს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი არ ცნობს ხელისუფლებას. მაგრამ ჩემთვის, თქვენთვის და 1,200,000 ადამიანისთვის ეს ხელისუფლება თუ ლეგიტიმურია, განა ეს არაფერს ნიშნავს. ალბათ გიგა თამარისთვის არაფერს. ისინი ხომ ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, სხვათა შორის ისევე როგორც ჩვენ მათ. ასე რომ ბარიბაში ვართ. მაგრამ ჩვენ შორის სხვაობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, დიახ, და დემოკრატია ზუსტად ისაა, რომ უმცირესობისთვის უმრავლესობის აზრი სავალდებულო ხდება. გიგა და თამარი კი სრულიად უმცირესობაში იმყოფებიან და იქ დარჩებიან მარად. თავის დროზე ისინი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ხალხი კი ბრძენია, ხალხს მეხსიერება არ ღალატობს და ამიტომაც ხალხს ჭირივით ეზარებათ გიგა თამარისებრნი. ეზარებათ იმიტომ, რომ კარგად ახსოვთ მათი საქმენი ნამოქმედარნი. რეჟიმი, რომ გიგას მმართველობის დროს იყო, ეს მართლა იყო რეჟიმი, სისხლიანი და სიკვდილიანი რეჟიმი. როგორ უნდა მათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, განსაკუთრებით ეს ალბათ თამარს უნდა. და ამ დროს რად გინდა თამარ ქალო ზედმეტი ნერვიულობა, ფიქრობ მე. ხომ აქვს გასართობი, ჟურნალს უშვებს 2010 წლიდან, ჟურნალ ტაბულას, ჟურნალი საკმაოდ სპეციფიურია, როგორც ვიცი, ეფუძნება მემარჯვენე ლიბერტარიანულ მსოფლმხედველობას. ანუ აუცილებლად ეყოლება საზღვარგარეთელი დამფინანსებელი, რომელიმე პრინციპო, მაგრამ მდიდარი ლიბერტარიანელი. ხო და გაერთე, გამოუშვი ის ჟურნალი, აქვეყნე სხვადასხვა დურაკული წერილი, რაჯობია ამას. შეგიძლია ტაბულას კლუბიც დააარსო. ტოლსტოის რომანი ომი და მშვიდობა გამახსენდა, ხომ გახსოვთ როგორ იწყება მადამ შერერის სალონში რომ იკრიბება მთელი ცვეტი. ხო და მეახლოვებით იგივე რომ მადამ თამარმა გააკეთოს, მაგრამ უფრო გოთურ ტრანსილვანიურ ჟანრში. თვეში ერთხელ სავსე მთვარე ობესას სანთლებიან დარბაში მადამ და მესիր ბოკერიები გამართავდნენ ხოლმე შუაღამის აღლუმს, რომელსაც რჩეული შუაღამის პუბლიკა დაესწრებოდა. აღლუმს მოემსახურებდნენ ნახევრად ჩაცმული მიმტანები, მენუში იქნებოდა მხოლოდ უმი კერძები და სისხლისფერი ღვინო, დარბაზის კუთხეში იჯდებოდა დიდი სიმფონიური კვარტეტი და ნიღბებიანი მუსიკოსები შეასრულებდნენ ბლეკ საბათის კომპოზიციებს და დიასახლისი
მადამ თამარი ყველა სტუმრისთვის მონახავდა 1-2 მისთვის დამახასიათებელ מחვილ სიტყვას და როგორც კი მამალი დაიყილებდა და დილის რიჟრაჟი შემოაღწევდა ვიტრაჟებიან ფანჯრებში ყველა სტუმარი გადაიქცეოდა მაქციად და ღვინო კი ძმრად რაღაც მგონი ეს სხვა განზომილებაში გადავხდი მაგრამ მეპატიება იმიტომ რომ გამოგიტყდებით ამ უცნაურ წყვილს გიგა თამარს რომ ხედავ ხოლმე შავ მაგიაზე ვიწყებ ფიქრს საინტერესოა რატომ მე იმას გიყვებოდით რომ გიგა ბოკერია ვნახე მეთქი პალიტრანიუსის სტუდიაში და იქ ის ლაპარაკობდა რომ ქუჩა აუცილებელი კომპონენტია ანუ ისევ და ისევ ქუჩაში არსებობა სურთ თან ამას ამბობს ის ადამიანი ვისი რეიტინგი 0.0 დიახ ამ ცოლ-ქმარს ჟურნალისტთა და ამბიციების გარდა აქვს კიდე პარტია ფედერალისტები რა ქართველობა თუ კი ერთი პარტია მაინც არ დაარსე რა უპარტიოდ დღეს თქვენი მონამორჩილის გარდა მგონი სხვა არავინაა და ამ წყვილსაც პარტია აქვს. არ ვიცი მათი პარტია რამე არჩევნებში თუ იღებს ხოლმე მონაწილეობას. მაგრამ არ გამიკვირდება რომ იღებდეს და ხმების გარკვეულ რაოდენობასაც აგროვებდეს და იმ რაოდენობის რიცხვი იყოს 2. ეს რო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.